გამარჯობა ეთერშია დღის ამბები 4-ზე მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ რომ გუშინ გვიან ღამით მათ მიმართა მოქალაქემ რომელიც ინტერნეტით პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს რომ მოქალაქე დაბარებულია გამოკითხვაზე გამოძიება კი 157 პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გრძელდება რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას შენახვას გამოყენებას გავრცელებას ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას გულისხმობს. დღეს ამ თემაზე პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდა. ფარული ჩანაწერების გავრცელების მიზანი ფსიქოლოგიური ზეწოლა და დაუმორჩილებელი პოლიტიკოსის განეიტრალება. ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით თქვა. ვინც ამ პროცესს მართავს თავის მიზანს ვერ მიაღწია ამას აგრძელებენ ერთადერთი მოტივაციით მიზანი ერთადერთი ამ პირზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდეს და მისი განეიტრალება მოხდეს კერძოდ პოლიტიკოსზე რომელიც არის დაუმორჩილებელი რომ მან ამ ზეწოლის ფონზე რაღაც დონეზე ვერ შეძლოს თავისი საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელება თქვა დეპუტატმა ფოფხაძემ მისი შეფასებით ფარული კადრების გავრცელება პირდაპირ მტკიცებულებაა რომ ხელისუფლებამ თავის ოპონენტებთან ურთიერთობის მორალურად არასწორი გზა აირჩია საგამოძიებო ორგანოებისთვის ერთთვიანი ვადა აქვს მიცემული ეკაბესელიას ის ამბობს რომ გავა თუ არა ერთი თვე ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს ამის შესახებ თქვა სწორედ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკაბესელიამ პირად ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მისი თქმით შექმნილი ვითარება მოქალაქეებში დაუცველობის განცდას აჩენს დეპუტატი ამბობს რომ ძალაში ტოვებს სწორედ ერთთვიანი ვადის შესახებ განცხადებას ერთი თვის თავზე თავად გავაკეთებ შეფასებას რასთან გვაქვს საქმე ყველაფერი რაც ხდება იმ პასუხისმგებლობასა და ტვირთს კიდევ უფრო ამძიმებს რაც ხელისუფლებასა და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ. ერთთვიანი ვადა მაქვს მიცემული საგამოძიებო ორგანოებისთვის. მე ამ განცხადებას ტოვებ ძალაში. და რაც თქვი დავალოდეთ იმ დროს ერთი თვის თავზე მე თავად გავაკეთებ შეფასებას რასთან გვაქვს საქმე. ასევე ყველაფერი დანარჩენი რაც ხდება კიდევ უფრო ამძიმებს ის იმ პასუხისმგებლობას და ტვირთს რაც აქვს ახლა ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოებს. ერთი თვე გავა თუ არა მე სახელს დავარქვევ ამ მომენტს. ამ კადრების გამოჩენა ინტერნეტ სივრცეში არის პირდაპირ მტკიცებულება იმისი რომ ხელისუფლება არასწორი, მორალურად არასწორი გზა აირჩია თავის ოპონენტებთან ურთიერთობის და დაპირისპირების. ამას აგრძელებენ ერთადერთი მოტივაციით, მათ ვერ მიაღწიეს თავისი მიზანი. მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ფსიქოლოგიური ზეწოლა მასზე, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსზე, რომელიც არის დაუმორჩილებელი, ისეთი ხარისხით მოხდეს მასზე ზეწოლა, რომ მან ამ ზეწოლის ფონზე რაღაცა დონეზე მაინც ვერ შეძლოს თავისი საქმიანობის სრულფასოვანი განხორციელება. ეკაბესელიამ რამდენჯერმე თქვა რომ კადრები რომლის გავრცელებაც ხდება ახლა დრო და დრო გადაღებულია წინა ხელისუფლების პირობებში წინა ხელისუფლების პირველი პირი გუშინ ყოფილი პრეზიდენტი რუსთავიორის ეთერში ამ თემაზეც საუბრობდა ჩვენ ეს ფრაგმენტები შეგვიძლია მოვისმინოთ არასოდეს ჩემ დროს არც ერთი პირადი ცხოვრების კადრი არ გასულ რატო არ გასულ ძალიან მარტივია რა შეიძლება ვიღაც იღებდა მე რა ვიცი აი ეს რატომ არის როცა ის უნდა ცოდნა მაგის გაკონტროლება შეუძლებელია გასაგებია პრეზიდენტის არავის დონეზე სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ეს არ კონტროლდება უკაცრავად ნიკა თუ ვიღაცა რაღაცას ჩატლახობს ბოდიში თავისთვის და რაღაცას ჩალიჩობს ეს არსად არ კონტროლდება
კიდევ ერთი თემა, რომელზეც გვინდა საუბარი, ეს არის 11 გავლენიანი ევროპარლამენტარის სხვადასხვა პარტიიდან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისთვის მიწერილი წერილი, მათ შორის ერთ-ერთი წერილის ადრესატი საქართველოს პრემიერიც გახდა. 2 აპრილით დათარიღებულ წერილში ევროპარლამენტარები ეყრდნობიან ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს და საუბარია ამ წერილში ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეზე. ამასთან ფედერიკა მოგერინს ისინი მოუწოდებენ, რომ მართლ გუნდზე განახორციელოს ზეწოლა, რათა ისინი ოპოზიციასთან შინაარსობრივ დიალოგში შევიდნენ და საქართველოში არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით 2024-ის ნაცვლად 2020 წელს ჩატარდეს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირთან ახლო და პოზიტიური ურთიერთობა აქვს, 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის დელეგაციაშიც ევროპარლამენტი მონაწილეობდა, 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკული შეფასება არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიში მთავარი და კონკრეტული შეშფოთების საგანი ფართოდ გავრცელებული ხმების მოსყიდვა იყო. ასევე სავარაუდო ანგარიშსწორების შიშის გამო ამორჩევლებმა შესაძლოა ვერ შეძლეს არჩევანის თავისუფლად გაკეთება. უფრო მეტიც თბილისში დაარსებულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ სამართლიანმა არჩევნებმა არჩევნების კონტექსტში დაშინებისა და შევიწროების შესახებ ისაუბრა, კერძოდ კი ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორ კერზაიაზე პოლიტიკურ ზეწოლაზე რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მას ინსულტი დაემართებოდა და შედეგად გარდაიცვლებოდა. ორივე ანგარიში განგაშიზარია ჩვენთვის, ევროპარლამენტის წევრებისა და საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებსაც გსურს, რომ ამ ევროპულმა ქვეყანამ რეფორმების გზა გააგრძელოს და ასევე ამ წერილში საუბარია მოქმედი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე იმის შესახებ, რომ 2020-ის ნაცვლად 2024 წლამდე გადაიდო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. დიდი კრიტიკა გამოიწვია ამან ყველა ჩართული მხარისგან, კერძოდ სამოქალაქო საზოგადოებისგან. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და სანდო სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მიმართეს მთავრობას, რომ დაწყებულიყო დიალოგი იმასთან დაკავშირებით, რომ სისტემის ცვლილებაზე შეთანხმებას უკვე 2020-ისთვის მიაღწიონ. ჩვენ გვსჯერა, რომ ასეთი დიალოგი ამ საკითხზე და საბოლოო კომპრომისი აუცილებლად შეამცირებს საქართველოში ექსტრემალური პოლარიზაციის პროცესს, ესეც ფრაგმენტია წერილიდან. ჩვენ ვიწყებთ საუბარს ჩვენ სტუმრებთან. პირველი სტუმარია დავით უსუფაშვილი შენების მოძრაობიდან. ბატონ დავით, მოგესალმებით. მადლობა რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. პირველ რიგში მინდა გკითხოთ პირველი თემით, რომელზეც დავიწყეთ საუბარი, ხელისუფლების ტვირთი ამგვარ მინიშნებას აკეთებს ბესელია, ხოლო მისი თანაგუნდელი ამბობს, რომ მისი თანაგუნდელი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ასევე ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა ამ თემაზე და რომ ამ ჩანაწერების გავრცელების მიზანი ფსიქოლოგიური ზეწოლა და დაუმორჩილებელი პოლიტიკოსის განეიტრალება, ამბობს გედი ფოფხაძე და ხელისუფლებამ ოპონენტებთან ურთიერთობის მორალურად არასწორი გზა აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ ბესელია საუბრობს, რომ ერთ თვეში უფრო მეტ სიტყვის, რაღაც ერთთვიან ვადას აწესებს, რაღაც ტიპის მინიშნებებს აკეთებენ მისი თანაგუნდელები, ვის შეიძლება მოიაზრებდნენ ამ გავრცელების უკან. თქვენი აზრით, აი ეს მძიმე თემა ისევ რჩება რაღაც დისკუსიის, პოლიტიკური ცხოვრების ნაწილად და ასე ვთქვათ, ჩვენ სამსჯელო თემადაც. რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ რაღაცნაირად განიდევნოს ამ თემით სპეკულირება საჯარო სივრცეში? კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ამ თემასთან დაკავშირებით მე გეტყოდით ასე. მე გეტყვით რითი დასრულდება ეს ყველაფერი. დიახ. დასრულდება იმითი, რომ ხელისუფლებას ჩანაწერების თემა ხელში აუფეთქდება. აი როგორც ხელყუმბარა, რომელსაც ესე იგი გამოცლილი აქვს ის ყუმბარა, რომელიც შექმნა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, ამ ხელყუმბარას მოკიდა ხელისუფლებამ, ის ამას ვერ გაუმკლავდა და ეს ყუმბარა ხელში აუფეთქდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ, ვინაიდან აქ არის არამხოლოდ ბესელიასთან დაკავშირებული საკითხები და ჩანაწერები და მათი მანიპულირება, არამედ სხვა არაერთი ასეთი ჩანაწერი, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გზით და საშუალებით ვრცელდებოდა. მე ამავე ასე ვთქვათ, სიმწრეში განვიხილავდი
ცნობილ უკრაინულ WikiLeaks გახსოვთ ესე იგი რომელიც მოგვევლინება ხოლმე ხანდახან როდესაც დრო ძირითადად აუდიო სატელეფონო ხმების სახით და ეს ბრძენი WikiLeaks-ი რომელიც საქართველოს ყველაზე დიდი პატრიოტია და როდესაც ხელისუფლებას გაუჭირდება ამ დროს გამოისვრის ხოლმე მორიგრამე ჩანაწერს რომელიც პოლიტიკურად ხელისუფლებას ძალიან სჭირდება და არაერთი საქმის ვითომ აღზრაც უნდა თაობაზე გსმენია ამის თაობაზე ამ სათამაშოთი სახელმწიფო წრეების გარკვეული ნაწილები ზედმეტად გაერთნენ და ეს აუცილებლად აუფეთქდებათ ხელში. აი რა გულისხმობს გაერთნენ? აი რატომ ხართ დარწმუნებული რომ ეს ხელისუფლების და მასთან დაკავშირებული პირების წრეში შეიძლება ტრიალებდეს ეს ვიდეო ფრაგმენტები? ამაზე მიგვანიშნებს ზუსტად ის დაკვირვება რაც მოგახსენეთ, რა დროს და როგორ ჩნდება ხოლმე თუნდაც ის აუდიო ჩანაწერები, რომელსაც ვიღაცა იწერს, ჩვენ არ ვიცით, ჩვენ არაფერ შუაში ვართ. აგრეთვე ჩანაწერები, რომელებიც წინა პერიოდშიც ვრცელდებოდა, ან ამის თაობაზე ინფორმაცია ვრცელდებოდა და ის დამოკიდებულება, რომელიც სახელმწიფო წრეების გარკვეული ნაწილისგან, რა თქმა უნდა, ყველა ვინც ოცნებას წარმოადგენს, ან ოცნების სახელისადმე საქმიანობს, ამაში გარეულია, მე ამისგან შორს ვარ, მაგრამ უკვე ახლოსაა ამ სათამაშოს აფეთქების დრო და მომენტი მწიფდება და მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან სერიოზული და დიდი დეტონაციის მქონე აფეთქება. მე არ ვიცი თავად ეკა არ ასაპირებს ერთი თვის გასვლის შემდეგ და მას რა კონკრეტული ინფორმაცია შეიძლება გქონდეს, მაგრამ მე მგონი აქეთ მიდის საქმე. ეხლა რატომ მიდის აქეთ საქმე? ეს გარდაუვალია იმ ტიპის სახელმწიფო კრიზისების დროს, რომელშიც ოცნებაა შესული. ზოგადად ხა მას აქვს კრიზისი თუ ზოგადად ქვეყანაში არის სახელმწიფო კრიზისი თუ რაღაც პარტიული კრიზისი? არა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო კრიზისი, რომელიც განაპირობა სახელმწიფო პარტიის კრიზისმა, გადაედო ეს მეტასტაზებივით ქვეყანას, სახელმწიფოს, სხვადასხვა სტრუქტურებს და უკვე უახლოვდებით იმ ვითარებას, როდესაც ადამიანები იწყებენ თვითგადარჩენაზე ფიქრს და თვითგადარჩენაზე ფიქრისას აკეთებენ ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის ჩვენ ზოგი რამ ვიხილეთ 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, სწორედ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი თავის გადასარჩენად ზოგ ინფორმაციას აჟონინებდნენ, ზოგ დოკუმენტებს და ასე შემდეგ და ბევრი რამ ვნახეთ. ამას უახლოვდებით, ეს ძალიან ცუდია, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კვლავ სადღაც უკან იქნება გადატყორცნილი გარკვეული პერიოდით, მაგრამ სამწუხაროდ ეს როგორც ჩანს გარდაუვალია, იმიტომ რომ სახელმწიფო წრეებში ამ საკითხზე გონს ვერ მოეგო ვერავინ. და გონიათ და თვლიან, რომ სახელმწიფო ბრძოლების მოგება მათთვის არის წარმატება. აგერ საპრეზიდენტო არჩევნებიც მოიგეს, მაგრამ რის ფასად? რაოდენ ძვირი დაჯდა ის ქვეყნის შიგნით და რაოდენ ძვირი ჯდება ის ქვეყნის გარეთ. ბატონ დავით, მინდა რომ ამ ჩანაწერების თემას კი ამ კონტექსტში დაუბრუნდეთ, ორი ხელისუფლება არის, ერთი ყოფილი, ერთი მოქმედი. ყოფილი ამბობს, რომ მე საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იწერდაო, აი ამ უკაცრავად მის სიტყვებს ვიყო, ამ ჩათლახობას ვინ აკეთებდა, არ ვიცოდი, მე რომ ეს წოდნო და სხვაგვარად მოვიქცეოდი და ჩვენს დროს არაფერი არ გამოქვეყნებულა. ეს სხვათა შორის არანაირი არგუმენტი არ არის, იმიტომ რომ ჩანაწერების ფასი ის არის, რომ ის უნდა იყოს შანტაჟის ელემენტი და გამოქვეყნებული ამ ძალას კარგავს და მოქმედი ამბობს რომ მე არ ჩამიწერია მათ ჩაწერეს და შეიძლება მათ წრეში ტრიალებს და ვიღაც ავრცელებს არ ვიცი მოკლედ ერთმანეთისკენ იშვერენ ხელებს და ამ დროს ზარალდება პირველ რიგში ზარალდებიან ადამიანები, ვისაც ეს ეხება, ადამიანები, ვინც იცის, რომ რაღაც მათ შესახებ არსებობს და საზოგადოება მთლიანად, რომელიც ამ ტიპის დისკუსიაშია ჩართული და ამით ზოგი ერთობა და ასე შემდეგ და ესეც რაღაც იმ პერსონებისთვის ძალიან მძიმე ფაქტია. დიანა, ამ შემთხვევაში აკვები ბოდიშის მოხდაში და იმავე ტერმინით აღწერ მაშინ სიტუაციას. თუ ესე იგი ჩათლახობას ვინ ჩადიოდა ერთი ამბობს რომ არ ვიცოდია და მეორე ამბობს რომ რა ვქნა ისაკეთებდაო სწორედ ეს პოზიციაა შესაძლოა ყველაზე დიდი ჩათლახობა ანუ ადამიანების მხრიდან რომლებიც თუ კი რამე გაკეთებულა ეს ჩემით გაკეთდა ამ ქვეყანაში და ჩემს გარეშე კარგი არაფერი გაკეთდებოდა და ვერც გაკეთდება ხვალო და თუ კი რამე გაფუჭდა მე ეს რა ვიცოდი სად ვიცოდი რა ვიცოდი ვინ აკეთებდა როგორ აკეთებდა და ასე შემდეგ ადამიანები რომლებსაც აქვთ პირდაპირი კონტროლი აღმასრულებელ სისტემაზე უშიშროების სამსახურებზე პოლიციაზე პროკურატურაზე და ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილი და ასეთია ბიძინა ივანიშვილი და მათი მხრიდან განცხადებები რომ რამე არ იციან რაც ხდება ამ სფეროში ეს არის სწორედ იმ ტერმინით აღსაწერი
რაზეც პატივცემული ყოფილი პრეზიდენტი გვესაუბრებოდა. ამიტომ ეს პრობლემა, რომელიც არის უზარმაზარი პრობლემა, და ეს იქცა ეროვნულ სახელმწიფოებრივ პრობლემად დასრულდება. სამწუხაროდ ამას ექნება პოლიტიკური და სხვა ტიპის მსხვერპლები იმ თვალსაზრისით, რომ სიმართლე გაირკვევა. სიმართლე გაირკვევა, ასეთი თემები არ და ვერ იმალება და ეს პინგ-პონგი რომ იმან ჩაიწერა, მე რა ვიცი ვის აქ, ეხლა რო გამოქვეყნა მე არ ვიცი ეს როგორ მოხდა, WikiLeaks-ის ჩანაწერები მაშინ ხდებოდა, WikiLeaks-ი რასაც გვასმენინებს ხოლმე ხო ამ დროის ჩანაწერებია. არ ვიცით, იმიტომ რომ ჩანაწერები WikiLeaks-ი ავრცელებს და ჩვენ ხო ჩვენ რა ვიცით და თან მოსასმენი აპარატურა ეხლა იმდენ ადამიანს აქვს, რომ ესე იგი აბა რა ვიცით როგორ იქნება და ეს ზღაპრები დასხმება ერთმანეთს მოუყვება ერთმანეთს და მეორემ. სახელმწიფო წარსულიდან გამომდინარე, იმიტომ რომ იყავით ამ გუნდის და კოალიციის ნაწილი და არა მხოლოდ ნაწილი, ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, უფრო მეტი იცით ამ თემაზე, რაც შეიძლება დღეს თქვა საზოგადოებამ. ამ თემაზე შესაძლოა მეც ხვდები, მეტი არ ვიცი. თუმცა ამ კონკრეტული საკითხებში გასარკვევად იმ დროს, როდესაც მე იქ ვიყავი, მე მქონდა ოფიციალური მიმოწერა სათანადო სტრუქტურებთან და არა რამე არაოფიციალური გარკვევები, რამე ასე ვთქვათ, საკითხების ან მოსაგვარებლად ან გასარკვევად. იმიტომ რომ ჩემ ჩანაწერებს აქვეყნებდნენ. ჩემ პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსით ადამიანი ვიყავი და რომლის ჩანაწერები გადიოდა ეთერში. იყო ეკა კვესტაძის გადაცემაში თუ არ ვცდები რაღაც სატელევიზიო ფიგურირებდი. კი ბატონო. და არა, ამის შემდეგ გავიდა ერთი თვე და კაციშვილი არაფერს არ ამბობს. არავინ არ მეუბნება. გავდექი ოფიციალური წერილით მივმართე სათანადო ხელმძღვანელებს, სათანადო უწყებების. რომ ხალხო გამიხსენით რა ხდება. თუ ესე იგი სხვა წერს თქვენ რატო არ მიცავთ რომ არ ჩამწეროს? თუ თქვენ წერთ და ვის წერთ და რას წერთ? და თუ არც დაცვა შეგიძლიათ, არც იწერთ თქვენ მირჩიეთ მაინც როგორ მოვიქცე რომ მე სახელმწიფოს ერთ-ერთმა უმაღლეს თანამდებობის პირმა სისულელეები არ ჩავიდინო, იმიტომ რომ ტელეფონზე რომ ვლაპარაკობ, ვინ მისმენს თუ ეს და ესე მაშინ უნდა მირჩიოთ მაინც რომ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პატივცემულო დავით, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფ თქვენ ტელეფონსატენებლო საუბრების კონფიდენციალობას თუ არ მოსმენას, ამიტომ ტელეფონზე ნუ ისაუბრებ. ანუ რამე მითხარით იმ ხალხმა, ვისაც გევალებათ სახელმწიფოს და ქვეყნის უსაფრთხოება. მათი ეს ქცევები, ამიტომ ბევრ რამეზე მიმანიშნებს მე. შეკითხვებს და ეჭვებს გიტოვებთ მათი მონაწილეობის შესახებ. დიახ, რა თქმა უნდა. დიახ, რა თქმა უნდა. და ეს თემები, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს გადმოყვა ერთი მხრივ, ის ძველი რო გავიწყდება ხოლმე, საიდან მოვდივართ. ეგრეთ წოდებული კგბ-ს მეთოდები, როცა ყველა და ყველაფერი, რომელიც საეჭვია, უნდა იყოს ლუპის ქვეშ, დაკვირვების ქვეშ, რომ ემან რამე არასწორი არ ჩაიდინოს. ერთი მხრივ ეს გადმოყვა, ამას უბრალოდ დაემატა ახალი ტექნოლოგიები ახლა. მარტივია ჩაწერაც, შენახვაც, გავრცელებაც, სოციალურ ქსელებშიც. ეგ არის. თუ ეხლა კგბ-ს იმას არ ვიცი, ბერიას და ანდროპოვს რო ქონოდა ეს ყველაფერი, შეიძლება საბჭოთა კავშირს კიდე გაეძლო 10 წელი, მაგრამ უფრო დიდად აფეთქდებოდა მერე. ეს ხდება და ეს ხდება არა მარტო ამ ჩანაწერების გამოქვეყნების პროცესში და ამ პირადი ცხოვრების. ჩვენ სწორად ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს პირადი ცხოვრების თაობაზე. მაგრამ სხვა ტიპის თემებზე და სხვა ტიპის მიყურადება და სხვა ტიპის კონტროლი, მათ შორის პოლიტიკური, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებზე. ამიტომ ეს არის უკვე სამარცხვინო სისტემა და 11-მა თუ 31-მა ევროპელმა პარლამენტარმა უნდა მიგვითითოს ამეებზე, რომ ხალხო თუ ხართ ცივილიზაციის თანამონაწილე, თუ ხართ იმ ცხოვრების მოსურნე, რომელსაც განაცხადეთ, რომ გვინდა ვიყოთ დემოკრატიული, ცივილიზებული, თავისუფალი მსოფლიოს ნაწილი, მაშინ ამ რაღაცებს მიხედეთო. სამარცხვინოა. აგერ მოლდოვაში ჩატარდა არჩევნები, ძალიან მძიმე არჩევნები. მაგრამ იმას მაინც არავინ აუს, რომ ერთმა ვიღაცამ ყველა დანარჩენს, ესე იგი, დაუკეტა ყველაფერი, ფინანსური წყაროები თუ მედია წყაროები და ასე შემდეგ. აგერ თურქეთში სადაც ვიცით რა ტიპის პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება. იქაც ხო რაღაცა 0.5%-ით ვიღაცა ოპოზიციამ სადღაც მოიგო და სადღაც კი არა ძირითად ქალაქებში. ანუ იმ ტერიტორიებზეც კი, იმ ქვეყნებშიც კი, იმ სახელმწიფოებში, სადაც თითქმის სამხედრო რეჟიმია და ამდენი დაპატიმრებები და ასე შემდეგ, ესე იგი ხდება ასეთი ამბები, რომ ხელისუფლება აგებს ადგილობრივ არჩევნებს. საქართველოს ერთადერთია, ახლო შემოგარენ, მარტო ევროპა, აზიის მხარესაც რო გავიხედოთ.
სადაც ყველა მაჟორიტარს ყოველთვის ხელისუფლება იგებს. ყველა მერი ხელისუფლების წარმომადგენელია. საკრებულოში ყველგან გამესობა. ხომ ვერ მოიგო. ხო და ამას გეუბნებით, მანამდე ხო ასე ეგონა იმ ხელისუფლებას ყოველთვის ასე უნდა ყოფილიყო და ამას ცდილობდა. მე გეუბნებით დამოკიდებულებებს, სახელისუფლებო დამოკიდებულებებს. ადამიანებს, რომლებიც ხლებიან სკამზე და ამბობენ, რომ მორჩა ამის შემდეგ ყველა და ყველაფერი სამუდამოდ ჩვენი იქნება. ვერ მოგართვით, არ ხდება ესე? და ჩამოინგრევა ხოლმე საბა, ამიტომ მივდივარ ჩამონგრევისკენ. სია დღეს გარდა იმის ეს პირად ცხოვრების კადრებს რომ გავეშვათ, აი ზოგადად თქვენ რა ტიპის კრიზისს ხედავთ ქვეყანაში? აი საითკენ მივყავართ ამ კრიზისს? დღეს ერთ-ერთი პოლიტიკოსი წერდა არახელისუფლების ბუნებრივია რომ რაღაც თითქოს ოცნების დასასრულისკენ მივდივართ, დადგა ხელისუფლების შეცვლის ეტაპი. არა და არის კიდევ დრო მომდევნო არჩევნებამდე, წელიწად-ნახევარი მინიმუმ. ვიცით, ამ კრიზისის გამოვლენებზე მოსახლეობას ესმის და საკუთარი თვალით ხედავს ყოველდღიურად. ამიტომ კრიზისი ეს არ არის, შეიძლება თუ ამბობ ხოლმე ის მოვლენა, რომელიც აი სისარტყელასავით ცაზე დაეწერება. კრიზისი. არა, ცაზე არაფერი არ ეწერება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავთ ამ დამოკიდებულებას. პირველი კრიზისის ნომერი პირველი ნიშანი. ესაა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების სახის გამომეტყველება. ახლა გინდ სერიოზულად მიიღეს. სახის მეტყველება პოლიტიკაში. აი ვის აქვს კრიზისის სახის მეტყველება პოლიტიკაში. სახეზე ვის აქვს? სისარტყელა კი არის. უყურეთ, ხელისუფლება, რომელსაც აბარია ქვეყანა, რომელსაც ერგო ეს პრივილეგია, რომ რამოდენიმე წელი საქართველოს ხალხის ერის სახელით მიიღოს გადაწყვეტილებები. ესე იგი, რომელიც უნდა იყოს სავსე ენთუზიაზმით, იმედით, თითოეული მინისტრის შეხედვისას, უმრავლესობის წარმომადგენლის შეხედვისას, მე და თქვენ ცოტა უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი პრობლემა გასაჭირი, რომ ნახეთ ხო, რაღაცა ხდება, ხვალ ესეა, ეს კანონი მივიღეთ, იქ რაღაცა გავაკეთეთ. და ახლა შეხედეთ რა ხდება. ესე იგი, მოძრაობის ნიშნები არ მოდის მათგან. თავდაცვის რეჟიმში თვალების ცეცების რეჟიმში ემან არაფერი შემეშალოს, აი ესეთი ბავშვიც კი რომ აღარ იკადრებს ისეთ საკითხებზე, ესე იგი სერიოზული სახით საუბარი, არაფერიც არ ხდება ჩვენთან, ესაა ჯანსაღი დისკუსია ჩვენი გუნდის წევრებს შორის. ამასობაში ჯანსაღი დისკუსია კი არა, კლავენ ერთმანეთს. მოკლედ მე და თქვენ ეს უნდა გვითხრან ასე. არა ჯანსაღი დისკუსია, რასაც ვხედავთ. კარგი, სახის მეტყველება, მეორე. ეს ნომერი პირველი თემაა. ეს შესაძლოა ვინმე მიფიქრებს ეს არა პოლიტიკური კატეგორია, მაგრამ ესე იგი გინდა იჯერეთ, გინდა არა და პოლიტიკოსებიც ადამიანები ვართ. და ამიტომ ნომერი პირველი თემა ესაა. თვითონ რომ აღარ სჯერა, თვითონ რომ შეშფოთებული და შეშინებულია. იმიტომ რომ თვითონ ყველაზე უკეთ იცის. რამ მოიტანა მაგალითად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. თვითონ ყველაზე უკეთ იცის მეორე ტურში საპრეზიდენტო არჩევნებში რამ მოიტანა გამარჯვება. მან ხო ეს ყველაფერი თვითონ იცის. და ეს ადამიანები არ არიან იმ დონის მსახიობები, რომლებმაც ესე იგი, რომლებიც ახერხებენ შეძლონ თან ეს აკეთონ, თან ეს იცოდნენ და თან პატიოსანი, ესე იგი, პატიოსან ბრძოლაში გამარჯვებული ადამიანების სახით გველაპარაკებოდნენ, გეგმებით დატვირთული ადამიანების სახით გველაპარაკებოდნენ. მინისტრები რომლებიც ესე იგი აზრზე არ არიან, სად არიან, რა ქვეყანაში არიან, რა სფეროში ვერასხივებენ რაღაც წარმატე პერსპექტივას ვერასხივებენ. ზოგადად სიცოცხლის უნარს ვერასხივებენ. სიცოცხლის უნარი პოლიტიკაში სიცოცხლე არის საჭირო. ანუ პოლიტიკური სიცოცხლის უნარს. რატომ? იმიტომ რომ სამწუხაროდ ახლა ეს ახალს ვარაფერს ვამბობთ. მათ ისინი ყველაზე რთულ დღეში არიან. იმიტომ რომ შვენივრად იციან რომ სინამდვილეში არაფერს არ წარმოადგენენ, საერთოდ არაფერს. იმიტომ რომ ზეგ თუ ერთმა ადამიანმა ცოტა ისეთ ხასიათზე გაიღვიძა, შეიძლება უცებ პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტოს კერძო სექტორში წასვლა და დადგეს და როგორც წინამორბედმა გამოგვიცხადა თავის დროზე, ეხლა მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ესე იგი რაღაცა სხვა საქმეს უნდა მოვკიდო ხელი, დიდი მადლობა, გეგონებ ამ გადაწყვეტილებას. გამოგვიცხადა ეს, იმიტომ რომ წინამორბედმა მიგვანიშნა პრობლემის გამო მოუწია წასვლა. ხო, და მიგვანიშნა, ესეც რას ნიშნავს, მაინც და მაინც ვერ გავიგე. რამე შეპესე ქონდა მე თქვენ და მას ერთად და დაგვემშვიდობა მე და თქვენ და წავიდა ჩუმად კერძო სექტორიდან თუ ქვეყანაა ესა და სახელმწიფოა და რას ქვია მიგვანიშნა თუ პრობლემაა და თუ პრობლემური ვითარება დატოვა და მეც დავტოვე პრობლემური ვითარება როცა აღარ ვარ ოცნების წარმომადგენელი დიდი ხანია 3 წელია თითქმის მაგრამ რომ დავტოვე კი არ წავედი
რომ ხო, კაი, მე რაღაც არ გამომივიდა, პრობლემა იყო, წავედი. არა, იმ პრობლემას იქიდან თუ ვეღარ მოუვარე, მაშინ აქედან უნდა შეებრძოლო. იმიტომ რომ თუ ამ პრობლემებში დავტოვეთ ჩვენი ქვეყანა და გავეცალეთ ამ საკითხებს, ხო, მაშინ იქნება ყველაფერი სულ პრობლემური. ჯამში ეს მეტყველებას რომ გავცდეთ, კიდევ რა არის კრიზისის ნიშანი თქვენთვის? არჩევნები პირველი ტური და მეორე ტური. ამაზე უკეთესი ნიშანი რა შეიძლება გქონდეს, ხო? რა ხდებოდა ქვეყანაში? რითი მიიღო ხელისუფლებამ ეს ისა. ეხლა დღევანდელი არჩევნები. აი შუალედური არჩევნებია. სულ 3-4 მერია ასარჩევი. და ერთი თაწმინდაზე ესა, ხო? უკვე დაიწყო მოძრაობები, რომელიც ასევე საინტერესო იქნება თქვენის მხრიდან რომ შევაფასოთ. ის მე ასე ვიტყოდი, მაქსიმალურად ვერიდები რაღაც ესეთ სიტყვების ხმარებას, მაგრამ აშკარად უკვე ხო, სხვანაირად ვეღარ აღწერ ამ ამბავს. ეს იყო ამაზრზენი, რაც ჩვენ ვიხილეთ პირველ პრეზიდენტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან. და ერთმანეთზე მიყოლებით, ესე იგი, რაც უფრო ხას გაუსვამდნენ იმას, რომ სირცხვილია, რომ ეს საქმე დღეს კიდე არაა გამოძიებული. გეგონება გამოძიებას ხელმძღვანელობდი მე ან თქვენ, ან ბოლო 7 წლის განმავლობაში, ან ბოლო 9 წლის, იმის 9 წლის განმავლობაში. ესეთი საქმეა, რომელზეც ძალიან ბევრი ხელისუფლების ეს თქვა პასუხისგებლობა შეიძლება იყოს, ამიტომ შეიძლება რაღაც წილობრივად ყოველს ნაკლებად ეკუთვნოდეთ. პასუხისგებლობას კი არ ვაკისრებ მათ. მე ამ ცინიზმზე მაქვს ლაპარაკი და ესე იგი მე და თქვენ უნდა დავიჯეროთ რომ მართველი პარტიის ლიდერმა რომელიც თვეებია ადამიანებთან ურთიერთობა არ ქონია მოსახლეობასთან თვეებია და სრულიად შემთხვევით გაახსენდა სამეგრელო ეხლა როდესაც სწორედ ზუგდიდშია მერის არჩევნები. ხო, გვარცმუნებენ რომ ნუ შეუზღუდავთ თქვენ გადაადგილების თავისუფლებას ივანიშვილს საზაგაბუნია ეუნებოდა ოპონენტს. შეუზღუდავ კი არა, მე ხო პირიქით სულ იმას ვაპარაკობ რომ კი არ შეუზღუდავ, ვინაიდან მართავ ქვეყანას, შენ უნდა იყო პრემიერ-მინისტრი და ყოველდღე უნდა ხედავდე ხან ხიბულაში, ხან მაღაროში, ჩემს სოფელში, ხან თქვენს ბათუმში, ხან იმის ქუთაისში და ამ ქვეყანას თუ პატრონობ უნდა უპატრონო უნდა ხედავდე, რომ პატრონობ. მე ამას ვეუბნები, კი არ ვუზღუდავ პირიქით რომ ასევე შეიძლება ისიც თქვა რომ აი 20 წლის იუბილე ყოველთვის ხომ არა აქვს პირველ პრეზიდენტს. კი ბატონო. არგუმენტი ვცდილობ ეხლა მათი არგუმენტები მოგაშველოთ. კი ბატონო. მოგაშველოთ დაგიპირისპიროთ. კი, მაგრამ ეხლა ხო გვიყურებს ხალხი. რაც მეტ არგუმენტს მოიყვანთ თქვენსაც კი არა და მათსაც ხო? მით მეტად დგინდება რასთან გვაქვს საქმე. მაგრამ იცით გაბატონიანა, ყველაზე რთული არის ოპონირება ისეთ ვითარებაში, როდესაც ერთ მხარეს არის აქსიომური ჭეშმარიტებები და მეორე მხარეს არის ესე პიარულად მოქსოვილი რაღაცა პოზიცია, რომელსაც ვერ გაუმკლავდები იმდენად უშინაარსოა. მაგალითად, ქვეყანას ჭირდება თუ არა, ქვეყანას საზოგადოებას გამთლიანება, რასაც ქვია, ანუ ერად და საზოგადოებად ჩვენი თავის წარმოდგენა. კი თუ არა? თუ კი, და ამბობენ კი. თუ კი, მაშინ შედეგი რა გვაქვს ჩვენ 2012 წლიდან დღემდე? ვინ და სად დავინახეთ, რომ ამ ქვეყანაში გაუძლიერდა ადამიანებს სოლიდარობის განცდა? რომ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. თქვენ რომ 20% ხდის გადასახადს და მე არაფერს არ ვიხდი, იმიტომ რომ ხელფასი არ მაქვს ახლა. ამასობაში ვიცით რომ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობ. მქონდა ეს განცდა და არც ეს იყო გასაღვივებელი, ხო? ანუ ეს არის გასაკეთებელი. ესაა ხელისუფლების ამოცანა და შედეგი რა გვაქვს? ხაზი რო გაუსვათ ბოლოში და გამოვიყვანოთ რა გამოვიდა. ანუ ოცნებად წავიდა დაშლისკენ. ანუ ის კი საზოგადოება კი არ გააერთიანა, თვითონაც მრავალ ასე ვთქვათ, ნაპრალებად დაიყო და რაც ბოლო ხანებში ვიხილეთ, ბოლო დროს ოცნებიდან წამოსულ ხალხსა და იქ დარჩენილ შორის ურთიერთობა სტილით, შინაარსით, ტერმინოლოგიით, არ ვიცი, წელსკომოდ დარტყმებით, იმის კადრებით, რაც ელემენტარულად არ ვიცი ბაში ეზოში ადამიანები რომ საუბრობენ ფეხბურთზე თუ რა ვიცი კარტს თამაშობენ იქ აკადრებენ და აკადრებენ ამას ერთმანეთს და ჩვენ პირდაპირ ეთერში პარლამენტის ტრიბუნიდან ვუყურებთ ამ ამბებს. ანუ ამით ხო იშლება სახელმწიფოებრიობა. ამით ხო ყოველდღიურად ჩვენ ახალი პრობლემა გვექმნება. კი ვერ დაანგრევენ ქვეყანას, კი ვერ შეიწირავენ. ამისთანა ხალხი უნახავს ამ ქვეყანას და გაუძლია. მაგრამ ჩვენ კარგავთ ტემპს, ჩვენ კარგავთ დროს, ჩვენ კარგავთ ხალხს. მოსახლეობას კარგავთ. გუშინ ძალიან საინტერესო
დაბაზე მიხეილ სააკაშვილიც საუბრობდა გუშინ ის არის ასევე პოლიტიკოსი რომელიც რჩება ფაქტორად ქართულ პოლიტიკაში თქვენ ასე უყურებთ ქართულმა ოცნებამ და პირადად ვიძინამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ სააკაშვილი დარჩენილიყო ფაქტორად და მას შეექმნა ამ ქვეყანაში მედიის თუ საზოგადოების თუ პოლიტიკური წრეების დღის წესრიგის დიდი ნაწილი. მე მასთან ოპონირებაც დიდი ხანია დავასრულე, მისი რა ვიცი კომენტირებას და ყველაფერი, მაგრამ არა, ოცნება ამას არ ეშვება და ორი მიზეზია უკვე. ერთი, მას ჭირდებოდა ვინმე საფრთხობელა, რომელსაც ყოველთვის გაგაცოცხლებდა, რომ აი, გინდათ ეს მოვიდეს. ამასობაში ისე გაცოცხლდა, რომ შეიძლება ამასობაში იმდენად ის კი არ გაცოცხლდა, ეს იმდენად დაძაბუნდა და იმდენად დაკარგა არგუმენტები და მორალური უპირატესობა, რომ რაც მიშამ გააკეთა პრაქტიკულად ყველაფერი გაიმეორა ამ ხელისუფლებამ რაღაც საკითხებში მცირე მასშტაბით. ახლა ვიღაცები გონია, ჩვენ გირგვლიანი, გირგვლიანი ხო არ მოგვიკლავს, ასეთ რამ ხო არ ჩაგვიდენია. მეორე მხარეს გაჩნდა არგუმენტი, რომ კი მაგრამ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით როგორაა საქმე, ხო ჯერ არაა ბოლომდე მიყვანილი. ბიზნესად ის ბიზნეს აწიოკებდა. ხო, აქეთ გაჩნდა არგუმენტი და თქვენ ბიზნესთან დაკავშირებით რაღაც ანაკლია და ესე ეგ როგორ არის? აქეთ იყო არგუმენტები, შენ ხომ არჩევნები იგივეა, შენ ხომ არჩევნებს აყალბებდი და შენ ხო ესე იგი პოლიტიკურ ოპონენტებს ასე შვებოდი? იქიდან გაჩნდა არგუმენტი და ეუთეს დასკვნა ჩაიკითხე და ნახავ როგორი არჩევნები ჩაატარე 2018 წელს. შენ ხო დეცენტრალიზაციის წინააღმდეგ იყავი, ცენტრალიზებული ქონდა ყველაფერი შენს ხელში. ისე უნდა აგერ შეხედე აქეთ რა ხდება, ესე იგი არ პირდაპირ არჩეული მერები უცებ თვალს დაუბრიალებენ ვიღაცები, ეგრევე პატაპუტით მიდიმოდიან აქეთ-იქეთ. მერები კი არა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს, ახალმა პრემიერმა ესე იგი თვალი ჩაუკრა და კაცი გაიქცა იქედან. ავტონომიის კონსტიტუციები გვაქვს, კონსტიტუციური კანონი გვაქვს, აჭარის კონსტიტუცია გვაქვს, არჩევნები ხელმძღვანელი. ელჩია ახლა ის კაცი, მაგრამ იქ აღარ არის სადაც. ამშობლობა ელჩი ანუ ამ ტიპის სუპერცენტრალიზაცია გვაქვს. და ეხლა, როდესაც აქეთ არგუმენტები აღარ დარჩა, ბუნებრივია ამ შემთხვევაში ფაქტორათაც იქცა ყოფილი პრეზიდენტი და დღის წესრიგის შემქმნელად აქეთ. იმიტომ ეს იმდენად დაძაბუნდა. ეხლა აი ამ მაშინ რა ქვია, აიწონა და აიწონაში. ისევ ამ ორი კაცის აიწონა და აიწონა ეს დიდ ჩაივლის, მაგალითად მაისის არჩევნები როგორც რეპეტიცია, ყველა მას ასე უწოდებს. 2020 მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, მაისი ეს უფრო არის გამვლილი საპრეზიდენტო არჩევნების ისე ვიხმარ, ესე იგი, ისეთ სიტყვას, მაგრამ პახმელია. ანუ მაისის არჩევნები ეს არის უფრო საპრეზიდენტო არჩევნების, ასე ვთქვათ, ტალღებზე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენა და საპრეზიდენტო არჩევნებმა, რა თქმა უნდა, კი ორი პოლუსი გამოაჩინა და დააფიქსირა, როგორც წამყვანი, თუმცა ასე არ იქნება, მაგალითად, ჭიათურაში გუშინ საკმაოდ საინტერესო ჯგუფმა ახალგაზრდების საკმაოდ საინტერესო კანდიდატი შესთავაზა ჭიათურელებს, დავით ჭუმბურიძე, რომელიც მერობისთვის იბრძოლებს და რომელსაც შენების მოძრაობის მხარდაჭერაც აქვს. და ჩვენ მას მხარს დაუჭერთ და სხვა პოლიტიკური ძალებიც აპირებენ მხარდაჭერას და ეს არ იქნება რომელიმე პოლუსის წარმომადგენელი. ბევრგან სხვაგანაც ასევე იქნება სერიოზული ბრძოლები. ფიქრობთ რომ ამ არჩევნებზე მაისის არჩევნებზე ეს არა, მაგრამ 2020 წლის არჩევნებზე ორპოლუსს უნდა გავექცეთ და უფრო მრავალფეროვანი უნდა იყოს არჩევნები. ბიულეტენში მრავალფეროვანი ისედაც არის, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით, მთავარი სტრატეგიის, საარჩევნო სტრატეგიის თვალსაზრისით, მედიის, ასე ვთქვათ, მთავარი თემების თვალსაზრისითაც, შემდეგ მაინც ჯდება როგორც ორპოლუსიანი. მოდი ასე ვთქვათ. არ იქნება მარტივი ამ ჩიხიდან გამოსვლა. იმიტომ რომ ამ პოლუსებს იმდენად აწყობთ ეს ვითარება და ეს შავთეთრის თემა, რომ ბოლო წვეთს ისხშიალებენ იმას, რომ ეს ასე იქნეს შენარჩუნებული. ამიტომ მე მაგალითად და შენების მოძრაობას ამიტომ გვიყურებს ორივე მხარე როგორც მოსისხლე მტრად, რომ ჩვენ არც ერთ პოლუსს არ ვეკედლებით, არც დღეს და არც 2020 წლისთვის არ გეგმავთ ამას და არ ვაპირებთ ამას. ეს საშინაო ანერგიულებს ორივეს, იმიტომ რომ მათთვის ხო ასე დგას საკითხი, რომ თუ მასთან არ ხარ, ესე იგი მოწინააღმდეგესთან ხარ, იმიტომ თვითონ აქვს ჩავთეთრი აზროვნება და თუ მასთან არ ხარ, ესე იგი აქეთ მოწინააღმდეგესთან ხარ. და აი ჩვენ როცა ვამბობთ არჩენთან და არჩენთან, ორივესთვის ესე იგი დამნაშავე ვარ, მტერი ვარ, მოღალატე ვარ, რომ ვერ ვხვდები ერთი ფიქრობს.
როგორ შეიძლება ახლა ბიძინაზე ცუდი ვთქვა, როცა აგერ მიშა მოდის. და აქეთ ეს ვერ ხვდები მე ამდენად მოკლე შიშის გამო როგორ შეიძლება დღეს არ აკრიტიკო. ბიძინა როგორ მოვითმინო და რა, ამიტომ როგორ ანუ ამისი გარღვევა რთული იქნება ადამიანთა ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკაში შემოსვლის სურველი ადამიანების ამ სერიოზულ დილემას აწყდებიან, იმიტომ რომ მათ დღეს განსაკუთრებით რო ან იქ ან აქ. მე ვამბობ, მოთმინების გამოცდაც იქნება, რომ არც ერთ პოლუსთან არ დაგდგეთ. მოთმინების, ნებისყოფის, პასუხისგებლობის, არ ვიცი, გააზრების საქმის. იმიტომ რომ კი ადვილია წახვიდე და შეერიო ვიღაცასთან. ადვილია. და ეს გააკეთო. ბევრი ღირსეული ადამიანი ამნაბიჯს დგამს. მას ეს ასე ჯერა, მაგრამ მე იმ ღირსეულ ადამიანებთანაც მაქვს, ასე ვთქვათ, სათქმელი, რომ როგორც მე არ ვძრახავ ვიღაცას, ვინც გულწრფელად თulis რომ ამორჩეველია ეს თუ პოლიტიკოსია, რომ აი აქ დგომა საჭირო. ვინც კანონთან ვინც მართალია და პოლიტიკური თავისი წმენიდან გამომდინარე დგას აქ, მე მას პატივს ვცემ, როგორც კონკურენტს, როგორც პოლიტიკურ მოპაექრეს, მაგრამ დიახ აქ დგას. ამიტომ მათთან ნაკლები პრეტენზია მაქვს. აი მედროვეები, რომელიც ესე იგი იქით-აქეთ დახტიან, ყველაზე ასე ვთქვათ, სახიფათო თემა ეგაა. და ამიტომ არის მაჟორიტეტად შერეული არჩევნები. ხო, ჩვენიერ დღეს თუ არ შეცვლის ხელისუფლება ამას პროპორციულზე, გვექნება ეგ ვერსია. 2012 წელი გამეორდება 2020 წელს. და ოცნებას რომ თავისი მაჟორიტარები გონია, ისინი იქ შესულები განმობარგლებიან აქ. მოხდა ასე 2003 წელს. თავად იწვნევენ. წინა ხელისუფლებამაც იწვნია მათ მიერ ის სისტემები, ის ჩავარდნები, რომელიც არსებობდა სასამართლო სისტემაში, პროკურატურა, სხვაგან ეს იწვნიეს, ეს ისეთი რამაა, რომელიც უყურეთ, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა აღწეროთ, მაგრამ რაღაცნაირად მე მინდა ყველას პატივცემულ ტელემაყურებელს მიმართო, რომ ძალიან განვიცდით და დავიტანჯებით ამითი. ესე იგი, ადამიანები, ასე ვთქვათ, საკუთარ შეცდომებზე რომ ვსწავლობდეთ, ხო ძალიან კარგი იქნებოდა. სხვის შეცდომებზე კიდევ უკეთესი. მაგრამ ძალიან ცოტა სწავლობს შეცდომებზე. სამწუხაროდ უმეტესობა ადამიანების შეცდომას უმატებს. იმიტომ რომ შეცდომას სწავლას ჭირდება რაღაც აღიარება, რომ შემეშალა. და არა, თუ ესე იგი რაღაცა დასაძრახი ჩავიდინე, მის გადასაფარად კიდევ უფრო დიდ დასაძრახს ჩავდივარ. ანუ რომ არ გამომზეურდეს მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩადენილი ამბები, ამისთვის საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ უფრო მეტი უნდა ჩავიდინე, რომ ემან ვინმეს ხელში არ აღმოჩნდეს პროკურორი, მოსამართლე, ხო შეიძლება საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ახლა სხვა ვიღაცა მერე და იქ მერე ჟურნალისტმა რამე თქვას, მერე იქ ხო უშუალოდ მერე ხო შეიძლება სხვა გამოვიდეს იქა და იმან თქვას და ამას შეცდომას უმატებენ. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელიც უნდა შეიცვალოს 2020-ში. კარგი. დიდი მადლობა. საინტერესოა ყოველთვის თქვენი მოსმენა. დავით უსუფაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ კვლევაზე, რომელიც დღეს გახდა საჯარო და ღია საზოგადოება საქართველოს არის ამ კვლევის დამკვეთი, სწორედ მის ხელმძღვანელთან გვექნება შეკითხვები. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობა და მოსახლეობის განწყობა, ასე ქვია სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც დემოკრატიის მდგომარეობას ეხება, სწავლობს მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო უწყებების მიმართ და განწყობას პოლიტიკური პარტიების, კორუფციის, მედიის, სოციალური სამართლიანობის, რელიგიური გაერთიანებისა და სხვა საკითხების შესახებ. კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 55% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არის პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებს. კვლევა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ქეთი ხუციშვილი, აი ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სოროსის ფონდის ღია საზოგადოება საქართველოს არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. პირველ რიგში საინტერესოა აი მთავარი ტენდენცია, რაც გამოიკვეთა, ეს არის პარტიების მიმართ ვთქვათ, სკეპტიკური განწყობა, თუ აი თქვენ როგორ შეაფასებთ თქვენს მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგს, თავარს? მოგესალმებით დიანა და მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. მე მგონი უპირველეს ყოვლისა მე უნდა ახსნა რა ტიპის კვლევა იყო ის და რატომ გამოვაქვეყნეთ დღეს.
თვითონ ეს გამოკითხვა, სადაც მთელი ის თემები იყო, რომლებიც თქვენ ახსენეთ, არის თავისთავად ნაწილი უფრო დიდი ნაშრომისა, რომელიც მაისის დასასრულს გამოქვეყნდება. Აი ეს დიდი ნაშრომი მოიცავს შეფასებას საქართველოს დემოკრატიისა და საქართველოს დემოკრატიის ხარისხისა ბევრი სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით. აი ამ დიდ პროექტში ჩვენ თანამშრომლობთ, ჩვენი ფონდი თანამშრომლობს საერთაშორისო იდეასთან, ამდაგვარი ორგანიზაციაა, რომელსაც დღესდღეობით ოფისი საქართველოში არა აქვს, მაგრამ არაერთხელ გაუკეთებია მას საქართველოს სხვადასხვა ტიპის შეფასება. მათ აქვთ თავისი კითხვარი, მათ აქვთ თავისი ინსტრუმენტი, როგორ შეფასდეს ზოგადად დემოკრატია საქართველოში. ეს არის ინდექსი, ეს არის უფრო ჩაღრმავებული შეფასება. აი ამ დიდი პროექტის ფარგლებში ჩვენ მათთან თანამშრომლობთ, 15 მკვლევარი ყავს ჩართული, 15 ფაქტიურად ექსპერტი სხვადასხვა სფეროსი, მაგრამ გარდა იმისა, აი ამ ექსპერტების ჩაღრმავებული შრომისა, ამ დიდი ნაშრომის ნაწილი უნდა იყოს ასევე გამოკითხვა. სწორედ მათი მოთხოვნით სხვადასხვა თემები ჩვენ ჩავსვით იმ გამოკითხვაში, რომელიც კავკასიის კვლევითმა ცენტრმა, ეგრეთ წოდებული CRRC-მ ჩაატარა. საინტერესო ის არის, რომ ჩვენ აღარ დაველოდეთ მაისს, როდესაც ერთიანი ნაშრომი გამოქვეყნდებოდა, იმიტომ რომ დავინახეთ აქ თემები, რომელთა გაშუქებაც ალბათ დღესაც უკვე უნდა იყოს საინტერესო. არაფერი ისეთი განსაკუთრებით დრამატული და ტრაგიკული არ არის, მაგრამ საინტერესო იყო გვენახა, როგორია მოსახლეობის განწყობა და დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკური პარტიებისადმი, არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისადმი, არამედ საერთოდ პოლიტიკური კლასისადმი. სხვადასხვა სახელმწიფო დიახ პოლიტიკისადმი და პოლიტიკური პარტიებისადმი, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, განათლების ხელმისაწვდომობასადმი, ასევე წამოიწია იმ თემამ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ბოლო ხანებში, ეს არის შრომის უფლება, კორუფცია და სხვა. და რადგანაც ზოგი პასუხი ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, ზოგი კი ნაკლებად გადავწყვიტეთ, რომ ამ დღეებში უკვე წარგვედგინა ეს პირველადი შედეგები და შემდეგ უკვე დავლოდებოდით საბოლოო როგორც თქვენ ბევრი იმუშავეთ, ასე ვთქვით, კარგად იცნობთ ბუნებრივი ამ კვლევას, ამიტომ რომ გითხრათ, აი ყველაზე საინტერესო რა შეიძლება იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, რომ აი რა თქვენთვისაც რა იყო რაღაც ისეთი აცდენილი, ასე ვთქვათ, ხო, აი ის რაც ჩვენ თავარს, დიახ. ბოდიში. ის რაც ჩვენ განსაკუთრებით მოხვდა თვალში, იყო მე მგონი თქვენ ახსენეთ კიდეც, ის რომ 55%-ზე ოდნავ მეტი მიიჩნევს, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია მიუხედავად მათი სიმრავლისა არ გამოხატავს და არ ეხმიანება უშუალოდ იმ პრობლემებს, რომელიც აქვს მას, ან ასე ვთქვათ, ხანდახან კი მთელ საზოგადოებას. აი ეს იყო ჩემთვის უცნაურიც, მართალი გითხრა, ამავე დროს ამ გამოკითხვიდან ისეთ ჩანს, რომ თავისთავად მრავალ პარტიულობას ჩვენი მოქალაქეები მიესალმებიან. ასევე საინტერესო იყო ის, რომ თქვათ კორუფციასთან დამოკიდებულება. უკვე საკმაოდ მაღალი პროცენტი, მაგრამ ეს უბრალოდ შეფასებაა და განწყობაა, ამასაც ხაზი უნდა გაუსვა. 68% დაახლოებით თვლის, რომ სახელმწიფო მოხელეების უპირველესი ინტერესი ეს არის პირადი მოგება და გამორჩენა. ამავე დროს საინტერესოა, რომ იმავე ამ კორუფციაზე თუ ნეპოტიზმზე საკითხებში ასეთი რამეც იკვეთება, როდესაც კითხვაა, თქვათ, უფრო კომპეტენტური ადამიანი მიიღებს სამუშაოს, თქვათ, რაღაც სახელმწიფო უწყებებში, თუ მინისტრის ნათესავი, ეს პირობით იყო, რა თქმა უნდა, ჩასმული, ძალიან დიდმა ნაწილმა, თითქმის ასევე 68%-მა უპასუხა, რომ უპირატესობა მინისტრის ნათესავს ექნება. ანუ ეს ასე ვთქვათ, მერიტოკრატიის შეგრძნება საზოგადოებაში ნაკლებად არის. ხა საგანგებოდ უნდა ვთქვა, რომ ეს არ არის გამოძიება, არა, ეს არის კვლევა და ეს არის განწყობებისა და დამოკიდებულებების შეფასება. აი ამ დაგვარია დამოკიდებულება. კიდევ არის საინტერესო, რომ იმავე მეტნაკლებად ასეთი კორუფციული ახმის შეფასებაში, როდესაც ეკითხებიან ადამიანებს, ჯერათ თუ არა, რომ თქვათ პარლამენტის წევრებს თავიანთი ბიზნესები აქვთ, ასევე უმეტესობა ამბობს, რომ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ აქვთ. თუმცა ამას უკიდურესად უარყოფითად არ აღიქვავენ. ეს მეტნაკლებად მისაღები გონიათ. კარგით, საინტერესოა აგრეთვე დამოკიდებულება შრომისადმი.
გითხრათ, ხო, აი აქ ეს თემაა, რომელიც ბოლო ხანებში ძალიან აქტუალური გახდა არა დიანა საზოგადოებაში და როდესაც კითხვა იყო შრომის უფლებების დარღვევაზე, ჩაშლაც მოხდა, უფრო მეტად ჩაშლა. ეს იყო საუბარი თუ რა ტიპის უფლებები ირღვევა ან რა ნაწილი შრომის უფლებისა. აი მაგალითად ჩემთვის გასაოცრად პირველ ადგილზე გამოვიდა უფრო არაადეკვატური ანაზღაურება და მეორეზე უკვე გამოვიდა უსაფრთხოება. ანუ ორივე დარღვეულად მიიჩნევა ანაზღაურების ნაწილიც და უსაფრთხოების, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ნაწილი თulis რომ პირველ რიგში სწორედ ადეკვატური ანაზღაურების უფლება ირღვევა. შემდეგ უკვე სხვა ტიპის დარღვევებზეც არის საუბარი, თქვათ, სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე აქ მაღალი არ არის პასუხი, დაახლოებით 17%-ია და იქაც უფრო ქალები ჭარბობენ. თუმცა ეს ალბათ გასაგებია. აი ამ დაგვარი რამ. რა არის მაინტერესებს სხვადასხვა იქ იყო დღეს თქვენ საჯარო გახადეთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, არა და სხვა ტელევიზიებისთვისაც ბუნებრივია საინტერესო იქნებოდა, აი მედიის განხრით მხოლოდ მაუწყებელი მოხდა თქვენს კითხვარში თუ სხვა ტელევიზიებზეც იქნება რა. დიახ. როგორ არის იცით იქ გამოკითხვაში ძალიან ბევრია და დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ აი პირველადი მასალა მაგრამ როდესაც მედიაზე იყო აქცენტი სწორედ იმ ექსპერტებმა რომლებიც მე უფრო ჩაღრმავებულად იმუშავებენ პირველ რიგში მოითხოვეს დამოკიდებულება და ძირითადად ყურებადობა საზოგადოებრივი მოაუწყებლისა მე ვიცი დიანა თქვენს ტელევიზიაში არ უყვართ სხვა ტელევიზიებზე ასე ვთქვათ რაიმე უარყოფითი თქმა ან ჭორაობა მაგრამ არ შემილია არ თქვა მივიღეს სრულიად ადეკვატური და ამავე დროს სრულიად ისტერიული რეაქცია საზოგადოებრივისგან, რომელსაც დაგვაბრალად თითქოს ჩვენ რამეს ვმალავდით. ჩვენ არაფერი არ დაგვიმალავს წინასწარ, რა თქმა უნდა, მასალა არ დაგვირიგებია, იმიტომ რომ მოგვეცდიდა მედია, ნახსენები ქონდა ბევრი თემა, მათ შორის მედია და იქ გამოვიტანეთ ორად ორი სლაიდი. და საქმე ის არის, რომ ეს ყველაზე საინტერესო თემა ჩვენ არ ჩავთვალეთ. იმიტომ რომ იქ იყო რამდენი პროცენტი საერთოდ უყურებს საზოგადოებრივს, 13 მართალი გითხრათ მე ესეც გამიკვირდა მეგონა რომ ნაკლები უყურებდა და ვილოცავ მათ რომ 13 უყურებს და შემდეგ იყო რა ფუნქციებს ხედავს მოსახლეობა რა უნდა გააკეთოს საზოგადოებრივმა აქ შეფასებითი ნაწილი არც კი იყო არ ვიცი ვინ და გადასცა და როგორ გადასცა არ შემიძლია არ აღნიშნო რომ ახალგაზრდა რომელიც საზოგადოებრივიდან იყო მოსული სრულიად არაადეკვატურად და სრულიად აგრესიულად მოქმედებდა იქ ჩვენი მე ჩემი კითხვა ეხებოდა დიახ სხვა ტელევიზიები თუ იყვნენ აღმოჩნდა რომ მხოლოდ მაუწყებელზე იყო და თქვენ პრეტენზიებიც გაგიჩნდათ მათი პასუხის მიმართ ამ არხის მისამართი არა სხვა ტელევიზიები უბრალოდ იქ იყვნენ და იწერდნენ ძალიან მონდომებით იმას რასაც ჩვენ საუბრობდით ცალკე კვლევა სხვა ტელევიზიებზე ჩვენ არ გვაქვს ამ შემთხვევაში ამ მასალაში არ არის შეიძლება მომავალში გავაკეთოთ და იმ საზოგადოებრივი ბუნებრივია რომ ყოველთვის ერთ-ერთ პირველ საკითხად დგება იმიტომ რომ მას კონსტიტუციური პოზიტიური ვალდებულებაა გარკვეული თემების გაშუქებისა ეს არის ერთადერთი რაც სხვა ენებზეც უმცირესობის ენებზეც მაუწყებლობს ან უნდა მაუწყებლობდეს და ამიტომ მათი ესეთი აღშფოთება და იმითი როგორ გაბედა რომელიმე კვლევა მათი ხსენება მე მგონი მართლაც არა გასაგებია ეს ალბათ თქვენი ურთიერთობებია თქვენი და მაუწყებლის არჩევერები დიდი მადლობა ქეთი ხუციშვილი არა ეს არის საზოგადოებრივი დამოკიდებულება სამოქალაქო ორგანიზაციებისადმი ფრიად უარყოფით გასაგებია თქვენი შენიშვნა ქეთი ხუციშვილი ფონდღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი დღის ამბები დასრულებულია დღეს ჩვენ ეს გადაცემა ხვალ გააგრძელებს მუშაობას ხვალ ისევ შევხვდებით ერთმანეთს